მასწავლებელი რო ხელფას აიღებს, თავისი ხელფასის მეოთხედით შეუძლია თავისი 3 ან 4 სულიანი ოჯახი ერთი თვე გამოკვებოს ისე, რომ არაფერი არ მოაკლდეს. 1200 ლარად აქ ნამდვილად არა, ქართველი მასწავლებელი რო აიღოს 1500 ლარს თქვა ხელფას. მისი ხელფასის მეოთხედი არის დაახლოებით 400 ლარი. 400 ლარად ესე უნდა შევადაროთ და არა 1200 ლარი. ხელფასის მეოთხედით. 400 ლარად რას იყიდის და რამდენს იყიდის? სუპსაც ვერ იყიდის, იმიტომ რომ იმ სუპს ხო, ეხა არ ვიცი, ეხა ტყუილ სუპს გააკეთეს, მარტო მაკარონის სუპს არ ვიცი, თორე კარგი მაკარონიც ძვირ იყოს, ხორციც ძვირ იყოს და რა ვიცი, კარგი სუპის გაკეთებას არ ვიცი, რის სუპს აკეთებს, მაგალითად, გააკეთებს კრევეტების სუპს ქოქოსის რძით, რომელიც ქოქოსის რძის და ისპანახით მაგალითად კრევეტების სუპი, რომელიც რა ვიცი, ფლორიდაში რო აკეთებთ 7-8 $. მიჯდებოდა ინგრედიენტები. მარტივად, არ არის ეგ ფუფუნებისაგან, მართლა ავოკადოს ყიდვა ფუფუნებისაგანი არ არის, იმიტომ რომ ყველაზე იაფი ავოკადო 6 ცალი შეკვრა $3 ღირს და არა ორგანიკი. ორგანიკი ცოტა ძვირი. ეხა აქ რა ვიცი, ავოკადოს ფასებს რო უყურო, ფუფუნების კარგი ავოკადო თქვა ტროპიკული პროდუქტია და იწყენ რომ რა ეხა არ მოკვდები თუ ავოკადოს არ შეჭამებთ. პომიდორი